მოგესალმებით, საკმაოდ აქტუალური თემა გვაქვს, რომელიც დღეს წესრიგში დგას უკვე გარდახანია, თქვენ წარმოადგენთ ავტოიმპორტიორებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შეცვალა გარკვეულწილად ახალი რეგულაცია, მაინც დღის წესრიგში აქტიობას არ კარგავს ეს თემა. ძირითადი პრობლემაა და მოთხოვნა რა არის თქვენ? კი ბატონო, მოგესალმებით საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტოფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე. მადლობა ყურადღებისთვის. დღეს გვინდა რომ წარმოგიდგინოთ, განვიხილოთ ის საკითხი, რაც ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ პირველ ეტაპზე მიიღეს დადგენილება, მთავრობა მიიღო დადგენილება, რომელიც 6 წელზე ზემოთ, ასე ვთქვათ, ავტომობილის რეგისტრაციას ზღუდავდა და ეხლა უკვე ეს რეგულაცია გაიწვიეს, ეს რეგლამენტი, ხელმოწერილი რეგლამენტი გაიწვიეს და საქართველოს პარლამენტში შემოდის, ასე ვთქვათ, ახალი კანონპროექტი, რომელიც განვაჟების ვალდებულებას წევს. ეს ეხება ძირითადად 6 წელზე ზემოთ ავტომობილებს, 1 სანტიმეტრ კუბზე არის გათვალისწინებული 4.5 და ამავდროულად შეიძლება საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ 6 წელზე ზემოთ ავტომობილების, ასე ვთქვათ, განვაჟების აქციზის გადასახადიც იზრდება. თუ იყო 80 თეთრი იგივე 6 წლის ავტომობილი ხდება ლარნახევარი, ხო? აი უტოლდება ფაქტიურად უძვირებს, როგორც ახალი ავტომობილების მყიდველებს უძვირებს გადასახადს, ასევე შედარებით ძველი, უფრო ასაკოვანი ავტომობილების მფლობელებსაც უძვირებს გადასახადებს. ეს ფაქტიურად ეხება ისეთ დარგს, როგორც არის ავტოიმპორტი, აქ ერთის მხრივ ზარალდება მომხმარებელი, დავიწყოთ მომხმარებლიდან, მომხმარებელი ჩვენ ქვეყნის მოქალაქე, საქსტატის მონაცემებით 95%-ს არ აქვს საშუალება 6 წელზე და 5 წელზე მეტი ავტომობილი შეძენვის. შესაბამისად, ეს დადგენილება რომ შემოვა, მაქსიმუმ ჩათვალოთ საუკეთესო შემთხვევაში, რომ 5% კიდე შეძლებს ამ ავტომობილის შეძენას, სხვა შემთხვევაში 90%-ისთვის ეს ფაქტიურად ხელმიუწვდომელი არის. ეს გამოდის, რომ თუ 2016 წლის ავტომობილში იგივე განვაჟებაში იგივე რაოდენობა უნდა გადაიხადოს, რაც და ფაქტიურად უწევს იგივე თანხის გადახდა, რაც ავტომობილი შეიძინა, წარმოვიდგინოთ 2.0 ძრავით ავტომობილი, რომელშიც გადაიხადა პიროვნება $3,000, ერთი $3,500 უნდა დაამატოს, რომ ელემენტარულად განვაჟების ვალდებულება დაფაროს. და ფაქტიურად თუ ჩვენ 2016 წელს ისე გავაძვირეთ განვაჟების გადასახადი, რომ დაუჯდება, არ ვიცი, 2022-23 წლის ავტომობილის ფასი, მაშინ რა ლოგიკაა ამაში? რატო უნდა იყიდოს, თქვა 2016-იანი ან 15 წლის ავტომობილი, როდესაც შეუძლია ადამიანმა უფრო უახლოესი ავტომობილი შეიძინოს. ხო, სწორედ მაგაში მდგომარეობს ეს საკითხი, რომ მომხმარებელს არ აქვს ამის საშუალება, ამის ფუფუნება, რომ ასე ძვირი გადაიხადოს. ამიტომ პირველ რიგში თუ იურიდიული კუთხით ვკრძალავდით, მოდით ასე ვთქვათ, იურიდიული კუთხით ვკრძალავდით რეგისტრაციას, რაც არაკანონიერი, არაკონსტიტუციურია, კი ბატონო, ეს დადებითი მომენტი ეს არის, რომ შეიცვალა, რომ ახლა კონსტიტუციაში რაღაცა ფორმით მოდის, არ მოდის წინააღმდეგობაში და პირიქით ჯდება, ერთადერთი დადებითი ეს არის, მაგრამ ახლა უკვე ფინანსურად ავზღუდავთ ამ ადამიანებს, რომ შეძენვის საშუალება არ აქვს. ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად გვინდა მიმართოთ პარლამენტს, გვინდა ჩავერთოთ ამ პროცესში, მოლაპარაკების, განხილვის პროცესში. ჩვენ ინფორმაციით ამ კვირაში აპირებენ, ასე ვთქვათ, ამ კანონპროექტის განხილვას და დაჩქარებული წესით მიღებას. და აუცილებლად გვექნება კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით, გვაქვს გარკვეული მოთხოვნაც, რომელსაც კი ბატონო, წაგიკითხავთ. პირველი რომ უნდა გადაიხედოს 6 წლიანი ასაკობრივი ზღვარი და გაიზარდოს 10 წლამდე, ეს პირველი საკითხია. მეორე საკითხი არის 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი განისაზღვროს ლარნახევრით და ხო ძრავის კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის 4 ლარნახევარი. ასევე მესამე არის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა არგუმენტული დიალოგის წარმართვის. მოგეცემა იმის საშუალება, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ გადაწყვეტილების მიღებ პირებთან უშუალოდ, ხო? დრო გვესაჭიროება ამისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ უფრო ძირითად ნაწილში რისი გაკეთება შეიძლება, ხო? რომ არ დაზარალდეს ერთის მხრივ
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიას, ჩვენ არა ვართ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები არიან მხოლოდ ბიზნესის კეთებაზე და ფულის შოვნაზე, პირდაპირ ვიძახით, მთელი პასუხისმგებლობით ვაღიარებთ, ვართ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რაც შორის ეს ბიზნესი ყველა ასოციაციიდან დაწყებული, დამთავრებული თითოეულ კომპანიამდე და თითოეულ დილერამდე. მოკლედ ჩვენ არ ვითხოვთ რეგულაციების გაუქმებას, უბრალოდ ჩვენ ვითხოვთ სამართლიან ეკონომიკურად დასაბუთებულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილების მიღებას. და ბატონი გუჯა ისაუბრებს კიდევ. თვითონ ამ პროცესში, მომზადების პროცესში, სანამ გამოვიდოდა საჯაროდ, იყავით თუ არა ჩართული, რამე მონაწილეობა გაქვთ თუ არა მიღებული? იცით რა არის, ოფიციალური განცხადება იყო, რომ კონსულტაცია გავლილი ჰქონდათ დარგის სპეციალისტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან. და ჩვენ ვკითხულობთ განმარტებით ბარათში, პირდაპირ უწერიათ, რომ იქ არავისთან კონსულტაცია არ გაუვლიათ. ამიტომ ან ერთი საკითხი არის, რომ ამ ტყუის ბარათის, ამ განმარტებითი ბარათის ავტორი ტყუის ამ შემთხვევაში და ინიციატორები, ამ შემთხვევაში უკაცრავად, მაგრამ მინისტრები ტყუიან, როცა ამბობენ, რომ დარგის სპეციალისტებთან გაიარეს. ჩვენთან პირადად და ასე ვთქვათ, დარგთან და სპეციალისტებთან ეს კავშირი და კომუნიკაცია არ შემდგარა ასეთი, რომ მაგიდასთან დავჯდარიყავით, მოლაპარაკება ქონიყო, ჩვენი არგუმენტები გაგვეცვალა, გვეთქვა ჩვენი არგუმენტები და იქიდან საფასუხო, ასე ვთქვათ, რეაქციას დაუბრუნდებით. ასეთი მსგავსი არაფერი არ იყო, მაგრამ პირადი კომუნიკაცია, მოთხოვნა იმისი, რომ ჩვენ სურვილი გვაქვს თქვენთან შეხვედრის, ოფიციალური წერილი, პირადი გასაუბრება, ეს ყველაფერი იყო, მაგრამ იმედია ეს არ ითვლება, იმაში არ ითვლება, რომ ჩვენთან კონსულტაცია გაიარეს, ხო? ასეთ რამე არ ყოფილა. გასაგებია. თქვენი საკითხი ხარისხა რა გაქვთ დასამატებელი, რაც ვერ ითქვა? ერგუჯე ჯამაგიძე, ამ სფეროს წარმომადგენელი, შესაბამისად ჩვენ სრულყოფილად ეს გადაწყვეტილება მარტო ამ ბრიფინგის გადაწყვეტილება მარტო არ მიუღია ასოციაციას, აქ გამოთქმული იყო აზრი ყველა თითქმის იმ კომპანიებისა, რომელსაც აწუხებს და გულისტკივილი მოქალაქეებისა, რომლებიც ჩახედულები არიან ამ საკითხში, ამ დარგის განვითარებაში, მის მოძრაობებში და პროტესტს გამოთქვავენ და გამოთქვავენ სურვილს, რომ გადახედილი იყოს და ზომიერი შეზღუდვები იყოს და რომელიც გამოწვეული იქნება, რომ შეზღუდვებიდან გამოწვეული იქნება ზუსტად იმ ეკოლოგიის და თქვათ საცობების რეგულირება. ეკოლოგია და საცობები მარტო გამოწვეული არ არის ამ რეგულაციების, რისთვისაც მიიღეს ეს რეგულაციები, ეს არ გამოიწვევს იმის გაჯანსაღებას, იმ ეკოლოგიის გაჯანსაღებას და შესაბამისად საჭიროა რომ ამ დარგსაც მიეცეს სუნთქვის საშუალება. კიდე დავამატებ იმას, რომ ეს რეგულაციები არა მარტო მოქალაქეებს დააწვება ზურგზე, ძალიან დიდი შემოსავალი აქვს სახელმწიფოს. ერთ-ერთი მეორე ადგილზე იყო ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოდან შემოსავლებით სახელმწიფო ბიუჯეტში და დღესდღეობით ეს თუ ესე გავთვლით, სადღაც ათეულობით მილიარდამდე სხვაობას მოგცემს და არა აქვს ამ სახელმწიფოს დასაკარგი ფული, რომელიც ამ ხსენობებისთვის საჭიროა.